დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია გახლავთ ჩვენთან სტუდიაში და გულწეთ მამაო. ჩვენ საუბრობთ ასეთ თემაზე ამას სოფლის სული, ანუ ადამიანის დღევანდელი ყოფა როგორია და ის სულიერი შიმშილი შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც თანამედროვე ადამიანს ყოველთვის თანსდევს და ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს მისას. მამაო, აი ჩვენ ხშირად წუწუნებთ ხოლმე ადამიანები, რომ თანამედროვე სამყაროში ძალიან რთულია ცხოვრება, ძალიან გვიჭირს იმ პრობლემებზე გამკლავება, რომელიც თანსდევს ჩვენს ყველა ნაბიჯს, ყოველ დღეს. აქედან გამომდინარე ხშირად თავს ვიმართლებთ ხოლმე, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი გამტკიცებულები სულიერად, როგორც საჭიროა და როგორც ქრისტიანული ცხოვრება და მორალი და წესი მოითხოვს. ეს შეიძლება თავის მართლებაა, მაგრამ ხშირად ამას მიმართავს ჩვენ ადამიანები. აი რას გვეტყვით ამ ყველაფრის შესახებ, როგორ დავძლიოთ ადამიანებმა ცხოვრებისეული პრობლემები ყოველდღიური? უპირველეს ყოვლისა ვეტყვი, რომ ყოველ მოვლენას, ყოველ პროცესს აქვს თავისი გარეგანი ფორმა და შინაგანი შინაარსი, შინაგანი სახე. ჩვენ ხშირად გვავიწყდება შინაგანი სახე, რასთან დაკავშირებითაც უფალი სახარებისეული სიტყვებით ვამცნებს. თვალას ხენდა, ერახედვენ ყურას ხენდა, არა ესმით. რა შეესაქმე? განარაიმე გარეგნული ფორმა ან ქმედება ხდება შეუმჩნეველი, აგრამედ ამ ქმედების შინაარსი და უხილავის მიღმა არსებული. ანუ ადამიანს ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებაში ავიწყდება, რომ ხილული სამყაროს გარდა პარალელურად უხილავი სამყაროც არსებობს. ჩვენ ესე იგი ამ ორივე სამყაროს გავლენის ქვეშ ვართ, გვინდა თუ არ გვინდა, ამას ვაცნობიერებთ თუ არ ვაცნობიერებთ და განვიცდებით კიდეც, ესე იგი, ამ ორი სამყაროს მიერ. თქვენ სულიერი შიმშილი ახსენეთ და სულიერი შიმშილის დაკმაყოფილება უხილავ სამყაროსთან კავშირის გარეშე შეუძლებელია. ცოტა შორიდანაც დავიწყებ. დაახლოებით 10-12 წლის წინ გამოქვეყნდა საოცარი სტატია საპატრიარქოს უწყებანში, ესეთი სათაურით, რომელიც მრავლის თქმელია, რატომ აგინებენ შვილები საკუთარ დედებს. სათაური ძალზე მძიმეა, იქ ესე იგი თემა საკმაოდ მძიმეა და მოკლედ ვიტყვი, პასუხი ასეთი გახდათ, რომ მშობლებმა ბავშვს ყველაფერი მისცეს სულიერი საზრდოს გარდა. ასწავლეს არაერთი უცხო ენა, მიიყვანეს კარგ სკოლაში. შემდეგ სპორტზეც ატარეს, თითქოს და ადამიანი უნდა ჩამოყალიბებული იყოს სწორად, მაგრამ სულიერი სარკმელი არ გაუღეს. არ ესწავლეს ურთიერთობა უხილავ სამყაროსთან, ან თუ რაიმე მაგალითი ქონდა ასეთი ურთიერთობისა, იყო ყოველად მიუღებელი. მაგალითად, ფართოდ გავრცელებული ქმედება ყავით მკითხაობა, კარძე მკითხაობა, ასტროლოგიით დაინტერესება, ანუ მიღმულ სამყაროსთან დაცემულ ძალებთან ურთიერთობის დიდი პრაქტიკა დაანახეს მას. ასეთი ადამიანი სულიერ შიმშილს განიცდის და სურს რა ადამიანმა დაიკმაყოფილოს იგი, მიმართავს შემდეგ გზას. დღევანდელი ყოფის უმძიმეს პერიპეტიებს გავიხსენებ, ალბათ ტელემაყურებელი დამეთანხმება, რომ ყოფილა შემთხვევები ჩვენ გვინახია უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი იძულებულია სანაგვიდან ამოიღოს საკვები და მიიღოს. ეს ურთულესი მდგომარეობა. სწორედ ასე ადამიანს, რომელსაც სულიერი შიმშილი აქვს, სწორედ ბრჭყალებში ამ სულიერ სანაგვეში იქექება და იგინება, ამ მდგომარეობაში იმყოფება. როდესაც ადამიანი კავშირს კარგავს შემოქმედთან, კავშირს კარგავს მის ფარველ ანგელოსთან და არც კი აქვს წარმოდგენა საერთოდ ამ კავშირის არსებობისა, სწორედ ასეთ სულიერ შიმშილს განიცდის და მას მრავალი სიმპტომი აქვს. ერთ-ერთი ეს არის გინება საოცარი რამ, რომელიც ესე იგი უბრუნდება მშობელს იმის გამო, საშინელ ფორმას გულისხმობ ამ გინების, როდესაც გავიმეორებ ამას. იმის გამო, რომ არასწორი მიმართებით იქნა წარმართული ადამიანის ცხოვრება. ასე რომ, სულიერ შიმშილს თუ სურს ადამიანმა თავი დააღწიოს, უნდა ჩაფიქრდეს, შეიმეცნოს ყოველივე
რეალურად და რა წარმოსახვითად და მიხვდეს ჩაწვდეს სიტყვებს უფლისას. Psalmში წერია, კაცი პატივსაშინა იყო, არა გულისხმახო, ბაძვი და პირუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. და სხვაგან წერია, თქვა უგუნურმან გულსაც შინათვისა არ არის ღმერთი. და შემდეგ ჩამოთვლილია, რომ განირკვნა მისი ცხოვრება, მისი საქციელი. ასე რომ ჩვენ ხშირად ვუყურებთ მოვლენებს, მხოლოდ გარეგნული ფორმით ვაფასებთ, თუნდაც უმძიმეს თემას წამოვჭრი, როგორიც არის საზოგადოებაში ესეთი ტკივნეული საკითხი აბორტის თემა. ამას ოდენ ამქვეყნიური წუთი სოფლის კუთხიდან დამზერით თუ შევხედავ, თითქოს და რა თქმა უნდა მე ამას არ ვეთამარ, რასაც ვიტყვი, აქ არაფერი არ ხდება, დედას აქვს უფლება თავის ხელს მოეპყროს ისე როგორც უნდა. ეს არის სამედიცინო პროცედურა, რომელსაც ესე იგი რაღაც კანონი არეგულირებს, მაგრამ ჩასახული ადამიანის ბედი ნაკლებად აინტერესებს. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას აბორტთან დაკავშირებით, რომ აქ ადგილი აქვს კვლევების კოლექტიურ ფორმას, მაგრამ ამას ადამიანთა გარკვეული ნაწილი, რომლებიც ურწმუნონი არიან, ვერ ხვდებიან. სწორედ ეს გახლავთ ამასოფლის სულის ერთ-ერთი მკაფიო გამოვლინება, რომ ადამიანი, რომელიც არის შემოქმედების გვირგვინი, უპირისპირდება ყველაზე უფრო მეტად ღირებულს, თავის ნაშიერს. და ამას აკეთებს რაღაც საფასურის ფასად, თავისი, ესე იგი, შეხედულებების ფასად და რა თქმა უნდა, მისი გონება, მისი სული დაცემული ძალებისაკენ არის მიდრეკილი. ეს არის ძალზე სამწუხარო. მდგომარეობა შეიძლება გამოსწორდეს, მხოლოდ ამისათვის საჭირო არის რა? სინერგია, მაგრამ ამ სინერგიაში უნდა სურდეს მონაწილეობა ადამიანს. ადამიანის ხონებისათვის ორი ნების ერთობაა აუცილებელი. თავებრივი ნების და თვითონ ადამიანის სურვილი. თავისი ნება გამოხატოს, რომ მას სურს უფალთან ერთად ყოფნა. აქ ვთქვით, გავიხსენეთ, თქვა უგუნურმა გულსაც შინათვის არ არის ღმერთი. ადამიანი, რომელიც არ ცდილობს დაიცვას მარხვა, არ ცდილობს ვერც ერკვევა რატომაც და ზოგს მარხვა დიეტა გონია. არ ცდილობს ესე იგი ლოცვითი მიმართება გქონდეს წმინდა საამბასთან, ყოველ წმინდა ღვთისმშობელთან, პავლე ანგელოზთან, აი დღეს თქვენ ჩამოთვალეთ უამრავი წმინდანი და მათგან მეოხებაც ვითხოვეთ ჩვენ, ეს მათთვის არაფერი არ არის. ზოგი ახლა იმაზე დარდობს, როგორი წვიმა იყო. ზოგი იმაზე დარდობს, რომ არ დაცალდა ძილი, ან რაღაცა მოხდა ისეთი, ანუ მხოლოდ გარეგნულ ფორმაზე. მე ვფიქრობ, რომ წვიმა იქნება თუ მზე და არ იქნება თუ ავდარი, ეს მეორე და მესამე ხარისხოვანია. თავარია მე დღეს რო გავიღვიძე, მარტო ის დავაფიქსირე, ან ღამე წვიმა იყო თუ მართლა მახსოვს, რომ დღეს მარხვა პეტრე პავლობის და სათანადო ვირჯები თუ არა. ვემზადები დაუშვათ ხვალინდელი დღისათვის შაბათ საღამოს ლოცვა იქნება, მივდივარ თუ არა. მაქვს ეს განწყობა. არავინ იფიქროს, ხოლო ამაზე უნდა ფიქროდეს ადამიანი და სამსახური დაავიწყდეს, ან მოვალეობა დაუშვათ სახში პურია ბუსატანი, და ბავშვების სკოლაშია წასაყვანი, უბრალოდ სკოლა კი დავთავრდა, მაგრამ ყოველს ზოგადად ვამბობ, გამოსტები აქვს ბავშვებს, ზოგი რომ ნუ გამოსტებს ემზადება, ზოგს რა უჭირს და ზოგს რა. ამიტომ ბრძანებს უფალი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანის ერთობა უფალთან. ამიტომ ბრძანებს იგი ვარყავ თავისთვის, იაღი ჯვარისთვის და შევმიდექმეო. სხვაგან ამბობს, შეიყვარე უფალი შენი ყოვლითა გულითა შენითა. მე ხას უსვამ, რომ სიყვარულს სათავედ უდებს გულს და არა გონებას, ან სხვა რამეს. მე ჩამოთვლს გონებასაც, სულსაც ყოველ ძალთაც. და მოყვას შენი ვითარცა თავისთვის. ასე რომ ჩვენ ყველაზე გავრცელებული ცნებებიც კი სულიერი შიმშილის გამო, არასწორი ესე იგი ღირებულებათა სისტემის გამო სიყვარულის კი განსხვავებულად გვესმის. სიცოცხლის საზრისი ხდება ესე იგი განსხვავებული აღქმის ობიექტი. ჩვენ არ გვესმის რა არის თავარი მოვალეობა ადამიანისა. ამიტომაც ხშირად, როდესაც ჩვენ ვეძებთ კითხვას, ესე იგი პასუხს კითხვაზე, უმძიმეს შემთხვევები ხდება ადამიანები თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს. რა მოხდა? რაში იყო საქმე? ერთ შემთხვევას მოვიყვან, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ სახელ და გვარს. 70 წლის მამაკაცმა, რომელსაც თანამდებობრივად კარგი ცხოვრება ჰქონდა,
შესაბამისად კარგი ანაზღაურებაც, შემდეგ საახლი ყველაფერი მოწყობილი, გაითამაშა შვილიშვილებს, გავიდა თავის ოთახში, დაწერა მაგინაზე დადო წერილი, რომ ჩემი ცხოვრების აზრს ვეღარ ვხედავ და თავი მოიკლა. ეს არის უკიდურესად უმძიმესი მდგომარეობა. ეს არის კაფიო გამოხატულება უკიდურესი სულიერი შიმშილისა. ნუ თუ ადამიანმა იმიტომ იცხოვრა, მე იმ პიროვნებას არ ვეხები, რომ ვაზოგადებ, რომ მხოლოდ ეჭამა. მხოლოდ ესვა, კარგად მოეწყო სახლი, მიიღო სტუმრები, ჰქონდა თანამდებობა, მაგრამ უფალი და მარადიული ცხოვრება. ჩვენ ვზეიმობთ ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს, ყველა წმინდა ღვთისმშობლის მიძინებას. მაგრამ მიძინებას მარტო იმით აღნიშნავთ, რომ სხვარი უნდა დაუკლათ, ვიქეიფოთ და სადმე ესე იგი ტაზარს გარშემო უვაროთ, მერე დავთვრეთ და სახში წავიდეთ? არა. ყველა წმინდა ღვთისმშობლის მიძინება ჰიმნოგრაფთა მიერ გადმოცემული ასეთი სიტყვებით, ეს არის დღე მარადილ ცხოვრებაში შობისა. ამიტომაც თითოეული ადამიანის ცხოვრება უნდა იყოს მზადება მარადილ ცხოვრებაში გადასვლისა. აკით ჩვენ ყოველდღიურად ვკითხულობთ მრწამს და წირვაზე ყოველთვის ვამბობთ სარწმუნოების სიმბოლოს წარმოვთქვამთ და მრწამსის მე-11 წევრი მეც ხშირად დავფიქრებულა ამ სიტყვებზე მოველი ალდგომა სამკვდრეთით და შემდეგ მე-12 წევრი დაცხოვრებასა მე მის საუკუნის სამი და უნდა დავსვათ კითხვა საერთოდ გვაქვს კი მოლოდინი ტრეთით ალდგომისა მე ვფიქრობ რომ ხშირად არა როდესაც საზოგადოება იქცევა ისე რომელიც ესე იგი ანადგურებს ყველაზე უფრო სათუდ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაწილს მე აბორტების თემას უბრუნდებ კვლავ როდესაც თეთრი და შავი ვერ გაურჩევი ადამიანებს როდესაც პიროვნებები პირველ პლანზე აყენებენ თავიანთ უფლებებს და ნამდვილად უფლებები დაცვა აუცილებელია მაგრამ ავიწყდებათ პასუხისმგებლობები როდესაც ჩვენ ხედავთ გაუთავებელ მითითებებს სხვების მიმართ და იოტის ოდენა პასუხისმგებლობა არ აქვთ მათ თვითონ როდესაც ხედავთ რომ ადამიანები ლაქებს ეძებენ მზეზე და თავიანთ გულში არ ჩაუხედიათ ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა და ადამიანი რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს არანაირ განკითხვას არ გულისხმობ აქ ხედავს მოშიმშილე სულიერად მოშიმშილე ადამიანებს და გულისწყდება ამიტომაც არის რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის სვებედი ისე არ მიდის როგორც ჩვენ გვინდა ამიტომაც არის რომ ფიქრობთ კარგს და გამოდის ცუდი მაგალითად ერთ მძიმე შემთხვევას დავასახელებ ჩვენი უახლოეს ისტორიიდან ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი ფიქრობდა რომ 91-92 წლებში მიმდინარე პროცესები აბსოლუტურად მართებული იყო და ისე უნდა დამთავრებულიყო როგორც მაშინ დამთავრდა დღეს ჩვენ გვაქვს აღიარებითი სიტყვები დღეს ჩვენ მივხვდით რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა მაგრამ რამ გამოიწვია ეს სულიერი ხედვის არ ესე იგი არ არსებობამ ჩვენ დაგვავიწყდა ჩვენი წინაპრების მიერ გავლილი გზა და ამიტომაც არის რომ ვერ ვიხედებით მომავალში ჩვენ მხოლოდ აწმოთი ვცხოვრობთ არა ჩვენ უნდა ვიცხოვროთ რა თქმა უნდა აწმოში მაგრამ წარსულის მეშვეობით ჭრედეთ მომავალს ჩვენ თუ დაგვავიწყდა ჩვენი წარსული თუ დაგვავიწყდა წმინდა ილია მართალის ცნობილი სიტყვები მამული ენა სარწმუნოება და მისი ამ ტრიადის საოცარი გაგრძელება რომელიც ამკობს ამ ტრიადას მისი უწმინდესობის და უნიტარესობის სულ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის შეგონება ყოველი ადამიანი უნდა ადიდებდეს უფალს უარდეს სამშობლო და უარდეს მოყვასი თუ ჩვენ ამ ველიდან ამ სფეროდან ამ ცნობიერებიდან გამოვედით ჩვენი წინსვლა იქნება წარუმატებელი და ის რასაც ჩვენ ველაპარაკეთ აი ჩვენი ცხოვრების აზრისი რისთვის ცხოვრობ ჩვენ ამ ქვეყანაზე საერთოდ რისთვის გვინდა ქვეყანა მაგალითად ერთ გადაცემას შევესწარი არც ტელევიზიას დავასახელებ და არც წამყვანს ეს არ არის ჩემი სტილი მithumetes ის ადამიანი აქ არ იმყოფება არის ესეთი პროგნოზი რომელიც ყველა მიცის რომ თუ ასე გაგრძელდა შობადობა საქართველოში 2050 წლისათვის ეთნიკურად ქართველი იქნება 1 მილიონი და მეტი არა так ცხოვრები და როდესაც ეს ჩემთვის მაგალითად შემაშფოთებელი გარემოება ეთერში გაჟღერდა წამყვანმა ჩემთვის გამაოგნებელი სიტყვები ბრძანა და რატო უნდა ვიყოთო ბევრიო
ესე იგი მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. განავითო არ მაქვს რომ არ შეიძლება პასუხის გაცემა. უბრალოდ ასეთი ადამიანის ცნობიერება პასუხს ვერ მიიღებს. იგი ამისთვის ათარ არის. ის ოდენ ამ ქვეყნიური საზრუნავით ცხოვრობს. მამო, თქვენ ახსენეთ სინერგია, ახსენეთ ორი ნება, ღვთიური ნება და ადამიანური ნება. და მანამდე დავიწყეთ საუბარი იგივე მოზარდებზე, რომ დავუშვათ თავიდან არ მისცეს ეს სული, თავარი არ მისცეს, ხო? რა არის საჭირო? ბუნებრივია, ეკლესია არ არის მოძალადი, ეკლესია არავის არ აძალებს, ხო? თუ ეს არის ნება, გენერგიო მოძალებს ამდენად ბევრი ყავთ, ხო? და ეს მე მგონი ყველა მითის, რომ იმიტომაც არის მართლმადიდებლობა, მართლა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომ თუ არ სურს ადამიანს, ეკლესია არ დააძალებს გინდა თუ არა დავშტიარი და ცხონდი, ხო? თუ ადამიანური ნება არ არის და არც უფალი არ არის მოძალადი. ამ შემთხვევაში თუ დავუშვათ ოჯახის წევრი ესეთი, რომელიც შეიძლება მშობელმა თავის დროზე არ მისცა ეს, მაგრამ მე უნდა რომ გამოსწოროს, მაგრამ მოზარდის ან უკვე შემდგომ ოჯახის წევრის ნება არ არის ეს. როგორ შეიძლება მოიქცეს მისი ახლობელი, მისი ოჯახის წევრი და ძმა, მამა, რომ მეტნაკლებად აი ეს გონებრივი თვალი აუხილოს, სულიერი თვალი აუხილოს. რესხოლისა მახსენდება სულეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის საოცარი შეგონება, რომ ადამიანი რომ აღიზარდოს სრულყოფილ მოქალაქედ, ამისათვის ერთობლივად უნდა იზრუნონ ოჯახმა, სკოლამ და ეკლესიამ. როდესაც ერთ-ერთი კომპონენტი მოისუსტებს, ასე შემთხვევაში ჩვენ უკვე პრობლემის წინაშე ვდგებით. ვერასდროს ვერ შესვლის სკოლა ოჯახს და ვერც ოჯახი ვერ შეძლებს ჩაანაცვლოს სკოლა და ასწავლოს ყოველივე ის. და ამ ორივე ვერაფერს ვერ მიაღწევს თუ გამოვრიცხეთ ჩვენ ეკლესია, ანუ სულიერი ცხოვრება. ასე რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია. აქედან უნდა დავიწყოთ, ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ და საზოგადოება სწორედ აქეთ უნდა იყოს მომართული. ნებისმიერ, ესე იგი, პოლიტიკურ ძალას, ნებისმიერ პიროვნებას, რომელსაც სურს ქვეყნის კეთილად წარმართვა და მეჭვის არ მეპარება მათ სურს. აქვთ გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ თავარი კომპონენტი, თავარი მდგენელი გამორჩება თქონე. სულიერი მდგენელი. ბრუთ მე კითხვაც დამისვია ჩემი თავისთვის. დღეს მე რას ვიზამდი? იმ 100,000 კაცი რო ყოფილიყავი, მეტეხის ხიზე მდგარი, გადავდგამდი ნაბის თუ არ გადავდგამდი. ესე იგი, ამ კითხვის პასუხი მე ჩემში რა თქმა უნდა მაქვს, მაგრამ დასაფიქრებელია დღეს იმ 100,000-დან რამდენი გვეყოლებოდა მოწა. ეს ძალზე დამაფიქრებელია. რამ განაპირობა იმ ადამიანების, ესე იგი, სწორი ნაბიჯი, მარტივად რო ვთქვა, როდესაც მაგალითად მე წარმოვიდგენია, ჩემს წინ ხედავ უკვე ათასობით ადამიანს თავი მოაჭრეს. სისხლის კალო დგას, უბრალოდ ადამიანი შეიძლება შეწუხდე ამის გამო და მას თური აზნი გაგიშდეს, აი თუნდაც მე ხა ფეხს დავადგამ წმინდა ხაზზე, მე წავალ და მამასთან მოვინანებ. ხო, მერტი მაბატებს. გასაგებია. ასე რომ ეს პრობლემა დღესაც დგას. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ტერიტორიული სერიოზული პრობლემები. ჩვენ გვაქვს შიდა შეუთანხმებულობა. მე კი არ ვწუწუნებ, უბრალოდ მინდა რომ ეს პრობლემები არ იყოს. და ვიცი ერთი რამ, უფალმან ძალიერსა თვისემოსეს, უფალმან აკურთხოს ელიტვის მშვიდობით. და ვთქვათ, ვართ კი უფლისერი ჩვენ. უკე თუ ერსა ჩემსა ესმინა ჩემიო, მათ მტერს მივცემდიო მე იმის უფლებას, რომ ასე მოქცეულიყვენო, მაგრამ ერსა ჩემსა და ვარ ჩვენ უფლისერი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. რა თქმა უნდა, ვერც ერთ ადამიანის ნებაში ვერ ჩავერევი და არც გვაქვს ამისეული, მაგრამ თუ ჩვენ ვნახეთ, რომ ადამიანი შეიძლება და ის ეძიებს რაიმეს, და რო ვხედავ, რომ სანაგვეში ეძიებს, შემილია ან ხურდაფული მივცე, ან დავაპურო, დავბანო, მივაწოდო ეს გავაკეთო. სულიერი სიტყვა შემელია უთხრა ძალიან მთლიანად და ფაქიზად, უბრალოდ ვაჩვენო მდგომარეობიდან გამოსვლა. იქნებ უმჯობესი დავანახო, მაგრამ ამას დიდი სიყვარული უნდა. ალზე ფრთხილადაც უნდა ვიყოთ ჩვენ. რომ ჩვენ ვიცით საწინასთან მეტყოლოდა შეგონება, რომ თუ ამხელ ბრძენს იგი შეგიყვარებს და უგუნურს თუ ამხელ მოგიბრუნდება და განხეთქავს. მამა ბიძინა, აი რაც დავიწყეთ საუბარი, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ თანამედროვე ადამიანს აქვს სულიერი შიმშილი, ის არ არის სულიერად გამტკიცებული და უამრავი პრობლემა ახვევია გარს, მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ ასევე ხშირად აღვნიშნავთ ხოლმე, რომ დღეს ტაძრებში იმატა ხალხის რაოდენობამ, ისინი თითქოს მისდევენ ქრისტიანული ცხოვრების წესს, დადიან წირვა-ლოცვაზე, აღასრულებენ იმ წესებს, რასაც უფალი გვეუბნება, მაგრამ თითქოს ამ ყველაფერმა, თითქოს აქაც დგას პრობლემა, თითქოს ამ ყველაფერმა
რაღაცა რიტუალური ხასიათი მიიღო. თითქოს იმ მორწმუნეებსაც, რომლებიც დადიან ტაძარში, მათაც არ ესმის უფლის ხმა და უფლის დარიგებები, რაზეც ჩვენ საუბრობდით, იმ დონეზე, როგორც ეს საჭიროა და როგორც გვარიგებს ჩვენ უფალი. დგას თუ არა რეალურად ეს პრობლემა, მამაო და სად არის აი ამ პრობლემის აღმოფხვრის შესაძლებლობა და რა დაგვარიგოთ? აქედან დავიწყებ პასუხს. ფსალმონის სიტყვებია. ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომოდა თანა არ არის გულისხმა. და შემდეგ ძელდება. ჭიმითა და აღვირითა უქცევნე ღაწონი მათი, რომელსაც შენ არ მოგიახმებ. ძალიან ხშირად ადამიანები ტაძარში მოდიან კიდურესი ივილის, დიდი გაჭირვების გამო. ეძებენ შველას. მაგრამ ოდნავ სიმსუბუქეს იგრძნობენ რა, კვლავ ისე ძველ ცხოვრებას უბრუნდებიან. ანუ საქმე ზოგ შემთხვევაში გვაქვს მომხმარებლურ დამოკიდებულებასთან ეკლესიის მიმართ. ერთ-ერთი კლასიკური შემთხვევა. მოდის ახალგაზრდა გოგონა, სულ რაღაც ერთ კვირაში უნდა იმშობიაროს და ითხოვს ზიარებას. შეხედავს მოძღვარი და ატყობს ერთ 3-4 წლის წინ დადიოდა ეს პიროვნება და დაიკარგა შემდეგ. და უბრალოდ სვამს კითხვებს, რომ აი რატო სატიყავი შო, როგორ ახარ, როგორ მედი საქმეები. მაგალითად მე გუში შემემთხვა ესეთი რამ და აღმოჩნდა რომ კვლავ შორსავარი მისაგან რა მე მინიშნებითად მაინც დავასახელოს და დაგვიფაროს. აღმოჩნდა რომ მისი პასუხი ესეთი იყო, მას არ ქონდა დრო ეკლესიაში მოსვლის. რაღაცნაირად ენიდან მომწყდა სიტყვა, რომ ჯარი ხო დაიწერე. წყალწაღებული ხავს ეჭიდები რომ ჩემი მდგომარეობა. არა და რატომ მეთქი და ათეისტიაო, არ უნდა. ნუ გულზე შევამეყარა. თუ იცავდი მეთქი ის ბარხებს ამოცეს, არა ვერ ვახერხებდი. და ახსარების თქმა გინდა მეთქი. არა მზად არა. აბა როგორ გაზიარო მეთქი უთხარი. აი ცოტო აი შეიძლება დღესაც წამიყვანო, ნუ ერთი კვირა მითხეს ხო და. ნუ იქ მე ვიცი გარკვეული დავალება რა თქმა უნდა ის ადამიანი აი მინიმუმად მაინც აი გუშინ ხუჩაბათი იყო და გერალი შაბათი ხვია და ცდილობთ რომ მინიმალურად მაინც მოამზადოთ, მაგრამ უთხარი ერთი გულსატკენი სიტყვა მაინც არი ფიქრო შვილო რომ ეკლესიაში შენი მოსვლა ახლა მდგომარეობაში არის სამედიცინო პროცედურის რაღაც დანამატი. რომ ესე იგი ყველაფერი გაიარეს შენ ეს ყველაფერი ესე იგი ექიმებთან კონსულტაციები და ეხლა ველთან კონსულტაცია დაგჭირ ეს უნდა ეზიარო და ყველაფერი კარგად იქნება. ეს არის დამღუპველი. ეს არის არასწორი მიმართება. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვეზიარებით გამოდის მოძღვარი და გითხავს ლოცვას ხო იქ ერთ-ერთი სიტყვებია არა ვითარცა იუდა არამედ ვითარცა ალაზარი აკირებში. ვაი თუ როგორც იუდა ისე მევიდეთ უფალთან და სწორედ აქ ხდება ის სულიერი სიკვდილი შენ რომ განეშორა იუდა უფალს. წავიდა შიშტველება, გაყიდა მოძღვარი და ჩვენ ხშირად ასე ვიქცევით. და ეს უნდა გვახსოვდეს, ასე რომ უნდა ვეცადოთ რომ თუ ვერ მოასწარეთ დილის ლოცვის საკითხვა, მაინც რაღაცნაირად ვეცადოთ რომ ლოცვა წავიკითხოთ. თუ დღემდე არ დაგვიწყია მარხვა. ეხლა დავიწყოთ მარხვა, მივიდეთ მოძღვართან, თქვათ გამოხატოთ წინავე. ზოგი ამბობს, აი მამა, უკვე 3 კვირა გავიდა დიდი მარხვაა და ღირს კი მარხვის დაწყება და მე მეუბნები რომ აი შენ მიდიხარ სადღაც და ლაფში ჩაგევარ ერთი ფეხი. ფიქრობ რომ მეორე ფეხით ჩაყო ლაფში და ბარემ გაწვებულობდი ამ ლაფში. თუ ჯობია რომ უი ეს რა მომივიდა და კი დამაგვიანდა რაღაცა ცოტა დავზერალდი, მაგრამ აი ეს არის სწორი ცნობიერება, ასე რომ უსურვებდი ჩვენს მაყურებელს რომ თუ მე დღეს მარხვას არ იცავს, მე არ გულისხმობ ბავშვებს. რა თქმა უნდა, არ გულისხმობ ხანდაზმულ ადამიანებს, უძლურებაში ყოფებს. ეკლესია სიყვარულით ეყოლება ამ საკითხებს და არ ძალადობს, მაგრამ როდესაც ხოწვალება არ არის, რა თქმა უნდა. როდესაც ეკლესია ხედავს და მოძღვარი ხედავს, რომ ადამიანი ვნებებით არის გარშემორტყმული და სხეული მართავს სამშვენელს და ეს ორივე ერთად სულს და იღუპება და ვერ ხედავს ვერაფერს. ამიტომ მარხვა საშუალებას აძლევს ადამიანს გაძლიერდეს ლოცვით, მარხვით, აღსარებით და დაინახოს როგორ ებძვის მას ეშმაკი, როგორ ებძვის მას ვნებები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ბევრ ადამიანს აი რთული თემა მრუშობა არ გონია ცოდვად. ვიტყვი ცუდ სიტყვებსაც, ესე იგი, ისე შეაჩვიეს, ყური გახედნეს უკვე, რომ აი girlfriend-ი და boyfriend-ი თითქოს ეს ნორმალური
თითქოს რაღაც აი ჩვენ რო კარგად გვესმის მეგობრობა ასეთი მდგომარეობა, რა თქმა უნდა ესე არ არის. ეს ჩვეულებრივი განყოფილება, მაგრამ ეს ჩვეულებრივი განყოფილება, როდესაც ადამიანს სულიერი ხედვა არ აქვს, სწორ პოზიციად წარმოჩინდება. არც არავის საქმეში არ ერჩება ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ თეთრზე თეთრი იტყვის და შავზე შავი. დიდი მადლობა მამო, საინტერესოა. გესაუბრებოდა წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია. აღვასრულოთ